this. The amount of attacks that have been on the press and journalists working at the minute in the United States, it definitely looks, it's not isolated incidents. I don't know why that is. Walking down, you could see there's a big crowd and you could see there's a fire at the end. So yeah, as that was happening. საპროტესტო აქციას ვიღებდი ნიუ-იორკში და პრესის ნიშანიც მქონდა. თუმცა Union Square-ზე პოლიციას ჩემი კომენტარი არ მოეწონა და ახსნა განმარტების გარეშე დამაპატიმრა. მთელი ღამე საპატიმროში გამატარებინის. მე ჟურნალისტი ვარ. მე თქვენ გაპატიმრებთ დაუმორჩილებლობის გამო. მე ჟურნალისტი ვარ. Why people have been out on the streets protesting? Why this violence? ხალხის პროტესტი სრულიად მშვიდობიანია. რა საჭიროა ასეთი ძალადობა? Yep. We've got one. აი კიდევ ერთი დემონსტრანტი დააკავეს. We are live on the air at the moment. ბატონო, ჩვენ ლაივში ვმუშაობთ. პოლიციას ვესაუბრები. თუ ხელს გიშლით წესრიგის დამყარებაში გვითხარით და იქ დავდგებით, სადაც მიგვითითებთ. I'm sorry? არა, თქვენ დაკავებთ ხართ. კი, მაგრამ რა მიზეზით მაკავებთ? ჩვენ CNN-ი ვართ. მეც მაკავებთ? კამერა მაინც შეიძლება მოიხსნა. აი ასე უცერემონიო დაკავებენ ჟურნალისტებს ნიუ-იორკში, როდესაც პოლიცია ჩათვლის, რომ არასათანადოდ მიმართეს, ან პოლიციის ქმედება გააკრიტიკეს. არც BBC ჭრის, არც CNN-ი. Ას პროვოკატორებს გამაგრებენ. დემაგოგებთან გითხარით მზიაზე თუ შეიძლება. ეს შეფასებები დაიტოვეთ. ზიაზე გითხარით. ხასუხი გაგვეს. ნუ ყვინით, კაცო, ნუ ყვინით. თუ არ გამატარებთ, მე მგონია რომ ასეთ შემთხვევაში მომიწევს მათ შორის ღონის ძიების დატოვა. ეს კი საქართველოა და ნაც ჟურნალისტები, რომლებიც არათუ პოლიციელს მიმართავენ არასათანადოდ, არამედ მინისტრს არ უშვებენ შეხვედრაზე. უყვირია დემაგოგს უწოდებენ და მათ არავინ აკავებს. პირიქით, მინისტრს უწევს გაცლა. მიდი ხართ ხო ამის პოლიცია უნდა გადადოთ. დატოვეთ. ბატონ, თქვენთან ერთად ვაგრძელებთ ახლა მუშაობას. მაყურებელს ინფორმაცია უნდა მივაწვდეთ. მე მაქვს უფლება. ჩვენ გვაქვს ვალდებულება კითხვები დავსვათ. ამერიკაშიც და ევროპაშიც, რომელთა დროშებსაც ნაცმედია ეფარება, ამას ჟურნალისტური ეთიკის დარღვევა ჰქვია. თუმცა თუ საქართველოში ხდება, ომის პარტია მას მედიის თავისუფლებად ნათლავს და ხელისუფლებას სანქციას უწევს. როგორ ბედავ და მეორე ლოყას არ უშვერ, როცა ჟურნალისტის სილაც გაწნისო. ეს მედიაზე თავდასხმის ერთი მაგალითია, რის გამო ივანიშვილი და ქართული ოცნება დაასანქციეს და ესეც მეორე მაგალითი. ერთმანეთსგან განვასხვაოთ ტერმინები ეს პირველი. ჩვენ გადავარჩინეთ ეს ქვეყანა ომს. და ის ომი არ არის, რასაც ახლა ქუჩაში აკეთებს სპეცრაზმი თქვენი ახალგაზრდების დასახიჩრების ბრძანებას. რუსეთიდან იღებს ბიძინა ივანიშვილი თუ მისი თვითშემოქმედება. ასევე მაინტერესებს სამშობლოს ღალატში თქვენ ფულს იღებთ თუ ესეც თქვენი თვითინიციატივა. ასეთია ნაცმედია მოქმედებაში, რომელსაც თურმე თავს ესხმიან და თავისუფლებას უზღუდავენ. Having seen that backsliding, having seen a government that's acting. ჩვენ ნახეთ დემოკრატიული უკუსლა. ნახეთ რომ მთავრობა ხალხის ნების წინააღმდეგ მოქმედებს და ამის პასუხად დავასანქცირეთ ქართული ოცნების ლიდერი ივანიშვილი. 10 წუთის განმავლობაში ჟურნალისტი უწყვეტად აყენებდა შეურაცხყოფას პრემიერ-მინისტრს. ვინმემ გაუთიშა მიკროფონი ან გააძევა ბრიფინგიდან. სულაც არა, პირიქით, პრემიერი გაერიდა და დატოვა დარბაზი. თქვენ გამოგიტანათ განაჩენი საზოგადოება. რუსა! იცინე! საცუდავი ხარ შენ? რას უზამდა ბლინკენი ელისო ჯარიაშვილს TV ფორმულადან, მსგავსი რომ მის ბრიფინგზე ჩაედინა. პირველივე სიტყვებზე დააპატიმრებდა და მისი კარიერაც დასრულდებოდა, რადგან იმას, რასაც ნაცმედია აკეთებს, ჟურნალისტიკა არ ქვია. რატომ დაარღვიეთ სამშვიდობო შეთანხმება ღაზაში? ტკივა გამიშვით, მე უბრალოდ კითხვას ვსვამ. მეთიუ მილერმა გითხრა, რომ შეიძლებოდა კითხვის დასმა და მინდა კითხვა დავსვა. რატომ დაარღვიეთ 31 მაისის შეთანხმება ღაზაში და ხალხს ცეცხლი გაუხსენით? ესეც მეთიუ მილერი, სახელმწიფო მდივნის პრეს-სპიკერი, მიუთითებს პოლიციას, რომ ჟურნალისტი დააპატიმრა.
დანარჩენები ხმას არ იღებენ, იციან რომ მათაც იგივე ელით. და ასეც მოხდა, როდესაც იგივე კითხვა სხვა ჟურნალისტმაც გაიმეორა. 300 ჟურნალისტი მოჰყვა თქვენი ბომბების ქვეშ და დაიხოცა. რატომ განაგრძეთ ღაზას დაბომბვა მას შემდეგ, რაც მხარეები უკვე შეთანხმდნენ? ამ ოთახში ყველამ იცის, რომ შეთანხმება არსებობდა. თქვენ კი ხალხს ცეცხლი გაუხსენით. ეს ხომ გენოციდია? TV ფორმულას ლანძღვისგან განსხვავებით, ამერიკელმა ჟურნალისტმა ფაქტის კომენტირება ითხოვა და უცერემონიოდ გაათრიეს. ბაიდენის პირობებში მხოლოდ ყველაზე წონიანი ჟურნალისტები ახერხებდნენ კრიტიკული კითხვის დასმას. More than a dozen have resigned and they are very, very deeply concerned that the actual American laws governing the თქვენივე გუნდის 10-ზე მეტმა წევრმა განაცხადა, რომ ღაზაზე შეტევისას კანონი დაარღვიეთ. პროტესტის ნიშნად მათ სახელმწიფო დეპარტამენტი დატოვეს. ამერიკელი ჯარისკაცებიც ასევე საუბრობენ, რომ ადგილი ჰქონდა გენოციდს, რადგან მათ უბრძანეს არაბი ბავშვებიც კი ტერორისტებად განეხილათ და შესაბამისად ემოქმედათ. მზად ხართ აღიაროთ, რომ ისრაელში ომის დანაშაული მოხდა. I can't speak to individual incidents. მე არ შემიძლია ცალკეული ინციდენტების კომენტირება. შემიძლია მხოლოდ ის ვთქვა, რომ ეს არ იყო ჩვეულებრივი ვითარება. ტერორისტები იყვნენ ყველგან, მათ შორის მეჩეთებსა და სკოლებშიც. აი ეს ადამიანი უკითხავს მორალს და ასანქცირებს ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც თავისი ცხოვრება და ქონება ადამიანების კეთილდღეობას მოახმარა. ეს არის ომის პარტია, რომელიც ივანიშვილს უკიჟინებს დემოკრატიასა და მედიაზე აღმართე ხელიო. თავად კი ბავშვების დაბომბვას გარდაუვალს უწოდებს. Our incoming administration has achieved all of this in the Middle East in less than 3 months without ჩვენ თეთრ სახლში შესვლამდეც კი ერთ თვეში შევძელით ისრაელში მშვიდობის დამყარება, რაც ბაიდენმა თავისი პრეზიდენტობის 4 წელიწადში რატომღაც ვერ მოახერხა. სამაგიეროდ მოახერხა და პრეზიდენტობის ბოლო დღეებში ივანიშვილი დაასანქცირა. მსოფლიო მასშტაბის მეცენატი. ხოლო ჰანტერ ბაიდენი თავისი შვილი, რომელსაც ნარკოტიკისა და იარაღის გამო ციხე ელოდა, შეიწყალა. თუმცა პირობას დებდა ამას არ გავაკეთებო. მე არაფერს მოვიმოქმედებ, რადგან პატივს ვცემ სასამართლოს გადაწყვეტილებას და ჩემს შვილს არ შევიწყალებ. მაგრამ მაინც შეიწყალა, რასაც ტრამპმა სოციალში უპასუხა. ეს უსამართლობაა და სამართლის აბუჩა დაგდება. We knew this was going to happen, but we just couldn't believe the audacious way it did happen. ჩვენ ვიცოდით, რომ ასეც იქნებოდა. უბრალოდ არ გვეგონა, რომ ბაიდენი ასე დედლურად მოიქცეოდა. შეწყალებას კვირას გამოსცემდა. ორშაბათს კი ანგოლაში გაფრინდებოდა და დაიმალებოდა. Let the chips fall where they may. სამაგიეროდ ივანიშვილის დასანქცირება არ მორიდებია. იცოდა პასუხს არავინ მოსთხოვდა. სანქცია დაადო ადამიანს, რომელმაც თავის ქვეყანას ომი და უკრაინიზაცია არიდა. ისტორია, კულტურა, მეცნიერება გადაურჩინა. ბიძგი მისცა სპორტსა და განათლებას. დაუბრუნა სუვერენული პოლიტიკა. მან გადაარჩინა საქართველოს სისხლიანი სადისტური რეჟიმისგან, მართველებისაგან, მან გადაარჩინა საქართველოს იმ ომებისაგან, რომელიც ჩვენს გარშემო ყველა ქვეყანაში, აი, ყველა ქვეყანა საომარ ვითარებაშია ჩაფლული ჩვენ გარშემო ბოლო წლებში და საქართველოს პირველად, რა ვიცი, რამდენი წლის მანძილზე 80-იანი წლებიდან პირველად არის უწყვეტ მშვიდობაში. ჩვენი ქვეყანა ააცილა ომს, ააცილა იმ უდიდეს საფრთხეებს, რომელიც ჩვენ პრაქტიკულად ესე შავით თეთრზე გქონდა. და ეს პროცესი, სანქციების პროცესი არის ზუსტად სასჯელი იმისთვის, რომ არ შესრულდა გარედავალება, არ შესრულდა ასე ვთქვათ, მოწოდებები იმისა, რომ ჩვენ უკრაინის მხარდამხარ გვებრძოლა და საქართველოში გახსნილიყო მეორე ფრონტი. ამიტომაც ცდილობს ომის პარტია მის დასჯას. თანაც იმდენად, რომ თეთრ სახლზე კონტროლის ბოლო დღეებშიც კი შურის საძიებლად სანქციები გამოწერა და დღემდე ბრიუსელში დარჩენილი თავისი საცეცებით ისევ ლამობს გადატრიალებას. თუმცა ამაოდ, რადგან ივანიშვილს ეს არჩევნებამდეც გაშიფრული ჰქონდა. დღევანდელი დემარშებიც, სანქციებიც და უკრაინაში ომის დასრულებაც, როგორც ამ საგას დასასრული. მეორე დღე არ არის გადამწყვეტი. ყველა დღე ერთი კვირა, ორი კვირა, ერთი თუ ორი თუ სარამე ომი არ დასრულდება, იქნება ძალიან დაძაბული ველი, იქნება ძალიან დაძაბული მდგომარეობა. იმის იქეთ კიდევ ველოდებით თუ არა, მე პირადად აღარ ველოდები. მე მგონი რომ რისი გაკეთება შეეძლოთ, რაც უნდათ გააკეთეს, ამოწურეს, არ იმუშავა. არ იმუშავა, იმიტომ რომ ომის პარტიის მთელი კამპანია ტყუილსა და შანტაჟზე იდგა. ივანიშვილის ბასტიონი კი 30 წელიწადია ქველმოქმედებითა და ხალხზე ზრუნვით შენდება. ერთმა კაცმა გასწია ის, რასაც
უნდა აკეთებდეს სახელმწიფო. ეს არის საოცარი. ესეთ პრეცედენტს მე მგონი მე არ მახსენდება კულტურის ისტორიიდან. ისტორიაში ესე ხდება ხოლმე, რომ ღმერთი გამოგვიგზავნის ადამიანს, რომელსაც საუკუნის მისიას დააკისრებს. ესეთი იყო მაგალითად მე-19 საუკუნეში ილია ჭავჭავაძე. მე-20 საუკუნეში გამიჭირდება გამოყო შეიძლება აქ აუცილებლად უნდა ითქვას ექვთიმე თაყაიშვილი, ექვთიმე კერესელიძე, ივანე ჯავახიშვილი. მასშტაბები მართლაც უსაზღროა, დაწყებული ტაძრებიდან ამ მუზეუმები, ადამიანები, ხელოვნების წარმომადგენლები, რომლებიც უმძიმეს პერიოდში სწორედ ამ ადამიანის დახმარებით ფიზიკურად გადარჩნენ. მასშტაბი მართლაც საოცარია. სტადიონების, აუზების, უნივერსიტეტების, სკოლების, კლინიკების, ეკლესია-მონასტრების, საკონცერტო დარბაზების, თეატრებისა და მუზეუმების მშენებლობა. 10 მილიონი დოლარი მხოლოდ ეროვნული მუზეუმის რესტავრაცია დაჯდა. ჯგუფი ქართულ ამაზე ძალიან დიდი ხანი მუშაობდა. ფანჯრები, რომელიც აქ იყო, ჩაიხსნა და გახდა ვიტრაჟები და მთავარი შესასვლელობა სწორედ ერთ-ერთ ფლიგელში გადმოინაცვლა მუზეუმის. და ჩვენ უკვე ვხვდებით დიდ საზოგადოებრივ სივრცეში, რომელიც მუზეუმს სხვადასხვა მიმართულებით გიხსნით. ეს არის მარტინ ლუთერის ბიბლია. ეს ის მარტინ ლუთერია, რომელმაც 1517-19 წლებში რომის პაპს ლეო მე-10 გამოუკრა 95 თეზისი. ამით პრაქტიკულად პაპიზმის მსხრევა იწყება ევროპაში, იწყება რეფორმაცია და იწყება საერთოდ სრულიად ახალი, თვისობრივად ახალი ევროპის ისტორია. ეროვნული მუზეუმის მოდერნიზაციით ივანიშვილმა არა მხოლოდ საქართველოს ისტორია დაიცვა, არამედ ევროპისაც და სრულიად კაცობრიობის. ეს არის ის ჯგუფი უმაღლესი მაიმუნების, რომელთა ამოწყდომა მთელ ევროპაში ხდება სადღაც 9.9 მილიონი წლის წინ და ჩვენთან ეს ცხოვრობდა სადღაც 8 მილიონი წელი, ანუ 1 მილიონი წლით მეტი. მნიშვნელოვანია, რომ ფონდ ქართუს ძალისხმევით მუზეუმს საკუთარი ლაბორატორიაც აქვს, სადაც რესტავრაციის უწყვეტი პროცესია, როგორც სამუზეუმო კოლექციის, ასევე ახლად მოპოვებული ნივთების. ამ შემთხვევაში მაგალითად გვაქვს ჩვენ ბეჭედი, რომელსაც ვუტარებთ ანალიზს. ეს არის სპექტრული ანალიზი, რომელიც საშუალებას გვაძლევს გავიგოთ მისი ქიმიური ელემენტების შემადგენლობა. შემიძლია გაჩვენოთ სპილენძის შენადნობის ნივთის რესტავრაციის პროცესი, მექანიკური წმენდის პროცესია ეს. მუზეუმის განახლებაზე სამუშაოდ ქართულ ფონდმა მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტები დაიქირავა, რომელთაც შექმნეს, ხოლო ფონდმა ქართუმ განახორციელა სამუზეუმო კლასტერის კონცეფცია. მუზეუმების არქიტექტორი ჟან-ფრანსუა მილუ, რომელმაც დადო მთლიანად სამუზეუმო ქუჩის ძირითადი კონცეფცია. და სწორედ ერთ-ერთი ნაწილი არის მისი ჯანაშიას მუზეუმი. 4 სერიოზული მუზეუმი არის აკინძული, მათ შორის ეროვნული ბიბლიოთეკის 3 კორპუსი. ერთგვარი კულტურული ზონა, ალბათ მსგავსი ქუჩა ქალაქს არც გააჩნია. არც თუ გასაკვირად ფონდ ქართუს მიერ აღდგენილმა ეროვნულმა მუზეუმმა მსოფლიოს წამყვან მუზეუმებს შორის დაიდო ადგილი, როგორც უნიკალური კოლექციების, ასევე არქიტექტურისა და კონცეფციის გამო. საქართველოს ეროვნული მუზეუმი მსოფლიო წამყვან მუზეუმებს შორისაა. 10 საუკეთესო მუზეუმია დასახელებული, რომელიც ყველამ უნდა ნახოს. სტატიაში საქართველოს, ამერიკის, ჰოლანდიის, საბერძნეთის, თურქეთის, ახალი ზელანდიის, ისრაელის და ეგვიპტის მუზეუმებია აღწერილი. სამუზეუმო კლასტერის ფარგლებში ფონდმა ქართუმ რეგიონის ისტორიის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ხაზი გადაარჩინა, რომელსაც ებრაელთა მუზეუმი ინახავდა. რესტავრაცია $1 მილიონ მეტი დაჯდა. ბატონ ბიძინა ივანიშვილს არ უყვარს, როდესაც საუბრობენ მასზე, მაგრამ ჩვენ ვართ მოვალე, რომ განსაკუთრებით აღნიშნოთ ამ მუზეუმის აღდგენა რესტავრირების საქმეში მისი ღვაწლი და როლი. ვინაიდან მთლიანად პირადად ბატონი ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით აღდგა ეს მუზეუმი. ამ ქვეყნის მოქალაქე არის ყველა ეთნიკური წარმომავლობის მქონე პირი, შესაბამისად ჩვენი მოვალეობა რომ ვიზრუნოთ მათ კულტურულ მემკვიდრეობაზე, მაგალითისთვის შემიძლია მოვიყვანო ფონდის მიერ აღდგენილი ებრაელთა მუზეუმის შენობა.
ივანიშვილის ძალისხმევით გადარჩა ქუთაისის ისტორიული მუზეუმი, უდიდესი ისტორიისა და მნიშვნელობის ინსტიტუტი, რომელიც ნაცმოძრაობის პერიოდში ნანგრევებად იყო ქცეული. ხედავთ ალბათ, კარი რა მდგომარეობაშია. მოდით ნახოთ რა ხდება შიგნით. ეს არის პირველი ოთახი. ნახეთ როგორ გამოიყურება. ძალიან მზიმესუნია. ეს არის დერეფანი. ინვენტარის ნაწილი ყრია იატაკზე. დამტრეულია აქ ყველაფერი. ისტორიის მუზეუმს ქართულ ფონდმა სხვა ისტორიული შენობა შეუძინა და სრულად გაარემონტა. მოარგო სამუზეუმო ფორმატს. შენობა მე-18 საუკუნისაა, აქ 200,000 უნიკალური ექსპონატი ინახება. რამდენიმე წუთის წინ მიხეილ სააკაშვილი მუზეუმის განახლებულ შენობაში ინტელიგენციის წარმომადგენლებს შეხვდა. მუზეუმის გახსნა სააკაშვილმა თავის თავზე მიიწერა. ივანიშვილი არც უხსენებია. უბრალოდ თქვა, რომ მუზეუმი არც ისე მნიშვნელოვანია და როდესაც პარლამენტს გადმოვიტან, ის იქნებაო. ქუთაისი არა მხოლოდ არის მუზეუმი, იმიტომ რომ ქუთაისი თავისი ისტორიის დასაწყისიდანვე სამეფო რეზიდენციას წარმოადგენდა, მისთვის ძირითადად განსაზღვრელი იყო ყოველთვის პოლიტიკურ ადმინისტრაციული ფუნქცია. საქართველოს პარლამენტი გადმოვა ქუთაისში, მთლიანად ეს იქნება ერთადერთი ადგილი, სადაც იქნება საქართველოს პარლამენტი. თუმცა რა არის მნიშვნელოვანი და რა ადგილი უკავია ისტორიას, ქუთაისში ისედაც კარგად იციან. ჩვენ ახლა ქუთაისის ისტორიულ მუზეუმთან მდგავართ, რომელიც თავისი მნიშვნელობით ეროვნული მუზეუმის შემდეგ მეორე არის საქართველოში. ჩვენი მუზეუმის სიმდიდრეს წარმოადგენს პირველი ფული საქართველოში, კერძოდ დასავლეთ საქართველოში, კოლხეთში მოიჭრა, რომელიც ძველი წელთაღრიცხვის მე-6 საუკუნით თარიღდება. ეს არის ქანდაკება, რომელიც აღმოჩნდა სოფელ ფერსატში, ფერსატელი ბიჭი, რომელიც არის ასე ვთქვათ, ქალისა და მამაკაცის ფიგურა, რომელიც ნაყოფიერების ქალღმერს წარმოადგენდა და მას შესთხოვდნენ სხვა მაგალითად ბავშვების ყოლას ან წარმატებას ნადირობაში სხვადასხვა სურვილებს უთქვამდნენ. $1 მილიონზე მეტი მოახმარა ფონდმა ქართუმ აკაკი წერეთლის მუზეუმის რეაბილიტაციას, სადაც მანამდე იძულებულნი იყვნენ ექსპონატების საცავში ჩაეკეტათ, რადგან საექსპოზიციო სივრცე არ ჰქონდათ. მოგბრძანდით ნახეთ აკაკის ტანსაცმელი. აქ კარადარში უვას ერანგი. ის ნივთები, რომელიც ჩვენთან მუზეუმში ფონდში არის დაცული, ადამიანამდე ხალხის მნახველებამდეც არ მიდიოდა, რადგანაც ჩვენ არ ქონა საექსპოზიციო დარბაზი. ფონდ ქართულ შემწეობით აღდგა ილია ჭავჭავაძის მუზეუმიც. ავთენტურ გარემოსთან შერწყმულია თანამედროვე სამუზეუმო ტექნოლოგიები, მონიტორები, რომლებზეც დამთვალიერებელი დამატებით ინფორმაციას ნახულობს. ამ დერეფნებსა და ოთახებს მნიშვნელოვანი სახელმწიფო მოღვაწეები სტუმრობდნენ და ისტორიულ გადაწყვეტილებებსაც აქ იღებდნენ. აქვე იყო განთავსებული გაზეთ ივერიის რედაქცია და სტამბა. 2 საუკუნის წინანდელი გარემო რეაბილიტაციის შედეგად სრულად აღდგა. ევროპული სტილის სასახლე ყველაზე დიდი სამეჯლისო დარბაზი წლების განმავლობაში დანგრევის პირას იყო მისული. დამთვალიერებლის უსაფრთხოების მიზნით ბოლო პერიოდში სასახლეში ვიზიტორებს ვეღარ იღებდნენ. საფრთხე მუქრებოდა ნიკოსეულ სასახლეში დაცულ კოლექციასაც, რომელიც ეკატერინე ჭავჭავაძის სასახლეში გადაიტანეს. ნესტისგან თითქმის დანგრეული ნაგებობის რეაბილიტაცია და აღდგენა ქართულ ჯგუფმა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან ერთად დაიწყო. აი ეს სასახლე ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე გეუბნებით წლები, ათეულობით წელი, საბჭოთა პერიოდშიც კი იდგა მუდმივი დანგრევის საშიშროების წინაშე. ვერც კი წარმომედგინა, რომ აი ასეთი გრანდიოზული და მასშტაბური პრობლემის მოგვარებას თუ მოახერხებდა ქართული სახელმწიფო. და სრულიად მოულოდნელი ფაქტი იყო, როდესაც ბიძინა ივანიშვილი თავისი ოჯახის წევრებთან ერთად ჩამოვიდა, დაათვალიერა დადიანების სასახლე და მისმა ოჯახმა, კერძოდ მისმა მეუღლემ გამოთქვა სურვილი, რომ უფლისწულ ნიკო დადიანის სასახლე გადაერჩინა. ხო გეუბნით, ეს იყო დაუჯერებელი ამბავი. 1853-56 წლებია და თურქები სხვათა შორის აქ ამ ტერიტორიაზეც იყვნენ მაშინდელი სარდალი თურქთა ან ოსმალთა იმპერიის ერთ-ერთი ძლიერი სარდალი ომარ ფაშაც ლაშქრობდა, შემოვიდნენ სამეგრელოში და მოვიდნენ იმ სასახლეში, ცეცხლი ჯერ ლაზარეთი ქონდა დაჭრილებისთვის, მერე გადაწვეს, მაგრამ ეკატერინე ის ქალბატონი იყო, მაშინდელი სამეგრელოს დედოფალი და აქაც ინახება ორი ხმალი, რომელიც ხმალითაც ხმალშემორტყმული ეკატერინე წინ მიუძღოდა დამხტულ მტერს. ეკატერინე ჭავჭავაძე იყო უკვე რუსეთის მეფის კარზე, იმპერატორის კარზე ერთ-ერთი სეფექალი. თურქებთან ბრძოლის დროს მას ალიანსი აუცილებლად სჭირდებოდა რუსეთთან, მაგრამ ის აუცილებლად ცდილობდა იმას, რომ გასულიყო ევროპისკენ.
და კარი გახსნილიყო ევროპისკენ. არ დაგვავიწყდეს სად არის ნიკო დადიანის სასახლე, ეს არის ერთი ხელის გაწვდენა ოკუპირებულ აფხაზეთამდე და მას ძალიან დიდი სიმბოლური მნიშვნელობაც აქვს. აქედან გამომდინარე ნიკო დადიანის სასახლე იყო ძალიან დიდი ეროვნული საქმე და მე ვფიქრობ, რომ ამ არქიტექტურული ანსამბლის გადარჩენაში ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ოჯახმა ითამაშა გადამწყვეტი როლი. ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობა ფონდმა ქართუმ ბათუმსაც გადაურჩინა და სრულად აღუდგინა. ბათუმის მწერალთა სახლი რესტავრირებულია, ფონდმა ქართუმ ამორტიზებული და თითქმის დაანგრეული შენობა, რომელიც 1904 წელს არის აგებული 5 თვეში განაახლა. შენობა, რომელსაც ახლა ვიმყოფებით, იყო მართლაც ძალიან სავალალო მდგომარეობაში. ფონდი ქართულ დაინტერესდა ამ საკითხით და ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ამ რეგიონში მწერალთა სახლმა შეასრულოს ის ფუნქცია, რაც მას აქვს, გაავრცელოს ქართული სიტყვა. მე მინდა დიდი მადლობა გამოვთქვა ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რომელმაც მოგცა პირობა და კაცურად შეასრულა. დაახლოებით 7 მილიონი დოლარი დაახარჯა ფონდმა ქართუმ ბათუმის დრამატული თეატრის რესტავრაციას, რის შედეგად იქ სრულად განახლდა სასცენო ტექნიკა, განათება და აუდიო სისტემა. დაემატა კიდევ ერთი ექსპერიმენტული სცენა. შენობა აღიჭურვა გათბობა გაგრილების სისტემით. განახლდა ინტერიერის ორნამენტები, მოეწყო სასტუმრო ოთახები მოწვეული მსახიობებისთვის და ასევე თეატრის მუზეუმი. კიდევ არ მგონია სრული სიმართლე რო არ მოგატყუო, იმიტომ რომ მაინც წელიწად ნახევარი ჩვენ ამ სიმართლეს ვისმენდით და ველოდებოდით, როდის გარემონტებოდა თეატრი. ეს არის ყველაზე დიდი საქმე, რაც აი ამ ბოლო წლის განმავლობაში ამ თეატრში გაკეთდება ალბათ. 5 წელია ბათუმის თეატრის რეაბილიტაცია დასრულდა და მას შემდეგ იქ ათობით რეზონანსული სპექტაკლი დაიდგა. ბათუმის დასმა მაყურებელი დაიბრუნა. ფონდმა ქართუმ ბათუმს თავისი სამარკო ნიშანით დაუბრუნა. 8 ფეხა, რომელიც ნანგრევებად იყო ქცეული და შესაბამისად რეაბილიტაცია $1.5 მილიონ დაჯდა. $1 მილიონი დაჯდა ურეკის კულტურის სახლის რეაბილიტაცია და იქ ადგილობრივ ახალგაზრდობას შემოქმედებითი ასპარეზი მიეცა. სახელოვნებო სივრცის გარეშე ფონდმა ქართუმ არც ბაკურიანი დატოვა. $1 მილიონი ბაკურიანის კინოთეატრი დაჯდა, სადაც თანამედროვე ქართული ფილმის პრემიერები ეწყობა და შემოქმედებითი ჯგუფები მაყურებელსა და კრიტიკოსებს ხვდებიან. იყო ძალიან მნიშვნელოვანი ჩემთვის, იმიტომ რომ პირველად მოხდა საქართველოში ჩვენება, ესეთ საჯარო და ასე ვთქვათ, ფიდბექი მივიღე, ძალიან საინტერესო. ჩემი პირველი ფილმია საქართველოში. ფილმი არის ირაკლი გადის ნოველის მიხედვით და მე რაღაც ადაპტაცია გავუკეთე, ცოტა გადმოვწერი რაღაცეები. ზოგადად ფილმი არის, მე ვფიქრობ წმენაზე. ივანიშვილი არა მხოლოდ მატერიალური მემკვიდრეობის გადარჩენას მიიჩნევს აუცილებლად და შესაბამისად აფინანსებს კინოთეატრების, საკონცერტო დარბაზების აღდგენას. თუმცა ამასთან ერთად ზრუნავს ქართული ღვინის ძირძველი ტრადიციების შენარჩუნებაზეც, რაც ასევე არამატერიალური საგანძურია. თუ მოახერხებთ და ნახავთ მარანს, თქვენ ნახავთ მოდელს, როგორ უნდა იყოს საქართველო. როგორი საქართველოს გაკეთებას ვაპირებთ თქვენ და რა ხერხებით, ეს შეიძლება ვისაუბროთ მეუფესგან და მეუფე მამის პატარა მოდელი უკვე შექმნა. როგორ არის სიყვარულით შენახული ჩვენი სიძველე, როგორ არის მოფერებული ჩვენი სიძველე და გალამაზებულად შენახული, ამავდროულად როგორ არის ყველა თანამედროვე ტექნოლოგია თუ რამე არსებობს და შემოტანილი და განერგილი იმ სიძველესთან ერთად და როგორ არ უშლიანესენი ხელს და როგორ ჰარმონიაში ეს ყველაფერი მოსულა. შედარებით ახალი მე-20 საუკუნის ისტორიის გადასარჩენად კი მან ქველმოქმედება თოჯინების მუზეუმის, ასევე თოჯინების, მარიონეტებისა და თითების თეატრების სარეაბილიტაციოდ გასწია. ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო თოჯინების მუზეუმის ადგილას მშენებლობის დასრულება 2013 წლისთვის არის დაგეგმილი. ცნობილი მუზეუმის დემონტაჟის პროცესი კი უკვე დაწყებულია. სააკაშვილმა ისე დაანგრია მუზეუმი, რომ თოჯინები სად წავიდოდნენ არც კი უფიქრია. თუმცა ნაცმოძრაობა ადამიანებს დევნიდა და რა გასაკვირია, რომ ყველაზე პატივსაცემი თოჯინებიც კი ღია ცის ქვეშ დატოვა და რომ არა ფონდი ქართულ, ისინი მხოლოდ ისტორიულ კადრებს შემორჩებოდა. ხარისით მიეშურებიან პატარები სათამაშოების მუზეუმისათვის. აქ თავმოყრილია ჩვენი ქვეყნის ხალხთა სათამაშოების კინოში.
თოჯინები გადარჩნენ. ქართულ ფონდის დაწყებული საქმე კი ქართულმა ოცნებამ გააგრძელა და მათ ღირსეული სახლიც მიუჩინა. გვაქვს უნიკალური თოჯინები თბილისის ისტორიულ შენობაში განთავსდება და ყველას ექნება შესაძლებლობა დაათვალიეროს თოჯინების უნიკალური ძვირფასი ნიმუშები, რომელიც ჩვენს ქვეყანას გააჩნია. სარემონტო სამუშაოები დაწყებულია და მუზეუმის გახსნაც წელს არის დაგეგმილი. მუზეუმს გარდა თოჯინებს, უპირველესად კი ბავშვებს, ივანიშვილმა თოჯინების, ასევე მარიონეტების თეატრიც გადაურჩინა, რაზეც ფონდმა ქართუმ $3 მილიონ მეტი დახარჯა. ბუსარეჯოვანი, აი, ისევ გამოჩნდა, ჩემი ვარსკვლავი. თითების თეატრის შენარჩუნებას რაღა უნდოდა. მთელი თეატრი ერთ ყუთში ეტევა. თუმცა ნაცმოძრაობის უკულტურო პოლიტიკისგან მისი დახსნა ასევე ფონდ ქართულს მოუწია. $9 მილიონი ბიუჯეტით თეატრმა ახალი სიცოცხლე შეიძინა, როგორც სამშობლოში, ასევე უცხოეთში. იყო კიდევ ერთი ექსპერიმენტი გაგვიკეთებინა ცოცხალი ადამიანი, მსახიობები, თითების მსახიობები, რომლებიც თითებით და თოჯინებით აკეთებენ და თამაშობენ ჰამლეტის პერსონაჟებს. Ყველაც საინტერესო იყო, რომ ქვეყანაშიც დავდგით, ის მსახიობები გახდნენ წლის საუკეთესო მსახიობები, როგორც ქეთი ცხაკაია ჩვენთან, ისე უცხოეთში, იმიტომ რომ ერთი მსახიობი თამაშობს მთელ პიესას. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საგანი და მიმართულება არის სრულდება ქართულ კულტურაზე. ამაში შედის უამრავი ქვესეგმენტი, სპექტრი ძალიან ფართე არის, ძალიან მრავალფეროვან პროექტებს გულისხმობს, იქნება ეს კახიძეს ცენტრი თუ მაგალითად თოჯინების მუზეუმი. $16 მილიონი მოხმარდა კახიძის მუსიკალური ცენტრის აღდგენას, სადაც მუსიკის ჟანრების ფართო სპექტრს მიეცა განვითარებისა და აუდიტორიის წინაშე გამოსვლის საშუალება. ყოველთვის ვამბობ, რომ მუსიკა არის სიყვარული. ჩვენ ბევრი სიყვარული გავუზიარეთ ამ ღამით ერთმანეთს. ეს იყო ნაზავი ქართული სიმფონიური ორკესტრის, ჩემი ბენდის, სომხეთიდან და ამერიკული შესრულების. ეს იყო შეხვედრა შერწყმა კლასიკური მუსიკისა და ჯაზის და ეს იყო საჩუქარი ჩემთვის, ნამდვილი წყალობა საჩუქარი აუდიტორიისთვის. მსოფლიო პოპ-მუსიკის მეგავარსკვლავები ჩამოდიან ჩვენთან, ეს საოცრად მნიშვნელოვანი არის თბილისის სიმფონიური ორკესტრისთვის ეს თანამშრომლობა და ამ თანამშრომლობამ მოიტანა ის, რომ ჩვენ წლევანდელი გრემის ნომინანტები გავხდით ორკესტრი მე. პოპულარული მუსიკის დარგში უდიდესი ინვესტიცია ჩადო ივანიშვილმა, როგორც ბლექსი არენას მშენებლობით, ასევე საერთაშორისო ფესტივალის Check in Georgia-ს დაფინანსებით, რის შედეგადაც საქართველოს თანამედროვე შოუ-ბიზნესის თანაზიარი გახდა. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს აღდგენილ ოპერის თეატრსაც, აღდგენილ რუსთაველის თეატრსაც, აღდგენილ ჯანსუღ კახიძის ცენტრსაც და ახალ აშენებულ დარბაზებსაც, მათ შორის აი იმ დიდ დარბაზ გურიაში, სადაც ტარდება ეს ღონისძიება Check in Georgia. ზაფხული ჩემი ამით დაიწყო და ყველას ამას უსურვე. ფესტივალი ერთი მხრივ ქართველ მაყურებელს აძლევს მსოფლიო პოპ-მუსიკის ვარსკვლავებთან შეხვედრის საშუალებას. მეორე მხრივ კი ქართველ არტისტებს უხსნის სრულიად ახალ შესაძლებლობას. ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა მიიღო მონაწილეობა Check in Georgia-ს ფარგლებში და ჩვენ გავაკეთეთ ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი ორჯერ, რომლის გალა კონცერტები ჩატარდა ბლექსი არენაზე, სრული ანშლაგით და თამამად შეიძლება ითქვას, რომ მსგავსი მასშტაბის შესაძლებლობა ქართულ ტრადიციულ ხელოვნებას მანამდე არ ქონია. 10,000 მაყურებელი ტკბებოდა ქართული მრავალხმიანობით, ქართული ქორეოგრაფიით. ეს ობიექტიც ჩვენ უნდა განვიხილოთ იმ ჭრილში, რომ ის აძლევს საშუალებას აი იმ კონკრეტულ ტერიტორიას, იმ ლოკაციას, რომ განვითარდეს და მოიზიდოს უკვე სხვა რიგის ეკონომიკური ინვესტიციები. რასაც ჩვენ ვხედავთ ამის განხორციელებას. აშენდა შემდგომში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო იქვე გვერდზე, სხვა რიგი პროექტი ხორციელდება და აშენდა.
სოფლიო მასშტაბის საკონცერტო არენის მშენებლობაში ივანიშვილმა 136 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩადო და ქართულ ხალხს აჩუქა. დამატებით 4 მილიონი დოლარით Check in Georgia's ფესტივალებს დაუდგა გვერდში სოფლიო ვარსკვლავების ჩამოსაყვანად. ამ საყოველთაო წარმატებისა და საჯარო სიკეთის ფონზე კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ Black-Sea არენაზე დაგეგმილი ბოლო კონცერტის ჩაშლა მოახერხა. მოწვეულ ბენდს პროტესტის წერილი გაუგზავნა და ურჩია არ ჩამოსულიყო. Massive Attack-ის კონცერტი გაუქმებულია, როგორც ბენდის განცხადებიდან ირკვევა, ამისი მიზეზი რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეთა პროტესტი და ხელისუფლების ძალადობრივი ქმედებები გახდა. ქვეყნის ნებისმიერ სფეროში წინსვლა ომის პარტიისთვის მარცხის ტოლფასია. ამიტომ ადგილობრივი მეხუთე კოლონის, კოლექტიური ნაცმოძრაობის, ნაცმედიისა და ნაცNGO-ების ხელით ნებისმიერ სიკეთეს გააფთრებული უპირისპირდება. გასაგებიცაა, საქართველოში ომის პარტია ყოფნა არ ყოფნის მიჯნაზეა. პარლამენტში შესაბამისი პროცედურა საპარლამენტო გამოძიების სახით უკვე ინიცირებულია. ასე რომ ომის პარტიას საქართველოში დრო აშკარად ეწურება. ისევე როგორც ამერიკაში, სადაც Deep State-ის ჩამოსაშლელად დონალდ ტრამპმა მკვეთრი მოქმედება უკვე დაიწყო და პირველივე ეტაპზე სახაზინო დაფინანსების წყარო USAID-ის დაბლოკვით გადაუკედა. USAID-ის შტაბ-ბინა დაკეტილია. პრეზიდენტმა ტრამპმა და მისმა მრჩეველმა ელონ მასკმა განაცხადეს, რომ ეს სააგენტო გასაუქმებელია, რადგან უარს ამბობს წარუდგინოს მთავრობას თავისი ხარჯების სტრუქტურა. ამ ფონზე USAID-ის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე შებულებაში გავიდნენ და გაუჩინარდნენ. ცხადია, ტრამპის ეს ნაბიჯი ქართულ მეხუთე კოლონასაც დაარტყამს, რომელსაც ამჟამად Deep State ბრიუსელიდან ევროკავშირის ფულით აფინანსებს, თუმცა ისე ფართოდ ვეღარ, როგორც USAID აკეთებდა. USAID-ს რადიკალი შეშლილების ჯგუფი მართავს და ჩვენ მათ მოვაშორებთ და შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას. ივანიშვილმა და ქართულმა ოცნებამ ომის ამ უზარმაზარი მანქანის ყველა შემოტევა უკვე მოიგერიეს. წამზომი ჩაურთეს ომის პარტიის ადგილობრივ მეხუთე კოლონასაც. შესაბამისად, ახლა ამერიკის პრეზიდენტის ჯერია, შეასრულოს დანაპირები და დაასრულოს ომის პარტია, რაც საქართველოსაც მისცემს განვითარების საშუალებას და ბიძინა ივანიშვილსაც განაგრძოს თავისი უპრეცედენტო ქველმოქმედება.